დღევანდელ დღეს ხედავთ ხოლმე ჩვენს მეგობრებს, თანატოლებს და ახლობლებს, როგორ დასდევენ სხვა ადამიანებს და კარგავენ საკუთარი თავის პატივისცემას სხვების გამო. მე პირადად არ ყოფილი ვარ ისეთი ადამიანი, რომ ვინმე შევეხუწა რომ დარჩეს ჩემთან და მაგის გამო ჩემ პატივისცემას ხაზი გადაუსვა და საერთოდ დავკარგო. და ვინც მიცნობს კარგად და ვინც იცის რომ ვარჯიშობ და არ ვაწევი, იმ ხალხმა იცის რომ არც დავდივარ არსად ბარებში, კლუბებში, მაგას მომობ. ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ არის კატეგორია ხალხის და ამით უმეტეს ჩემი თაობის, რომ დღე-დაღამე მანდარიან ბარებში, კლუბებში და საკუთარი თავის პატივისცემას საერთოდ არ გააჩნიათ. კიდევ გავიმეორებ, რომ ყველაზე არ მაქვს საუბარი და როდესაც არიან მაგალითად შეყვარებულები და გოგო დაშორდება ბიჭს ან პირიქით, ვიდეოს მაგაზე ნანახი ძალიან ბევრი რომ ერთი მისდევს მეორეს და აი სრულად კარგავს თავის მიმართ პატივისცემას. მე პირადად ვარ ესეთი ადამიანი, რომ თუ ადამიანი მეტყვის რომ აღარ და მაშინ მე აღარ დავუწყებ მაგას ხვეწნას, კარგად იყავი, ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ ეხლა მე ჩემს აზრზე უნდა წავიდე. აი ეგ არის საკუთარი თავის პატივისცემა ზუსტად და არა ის რომ გაიკიდები და ხვეწანს დაუწებ და დამიბრუნდი გთხოვ და ეგეთ რაღაცეები. მივმართავ იმ ხალხს, ვინც უყურებს ამ ვიდეოს, არავის და არაფრის გამო არ დაკარგოთ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა და შეინარჩუნეთ და პირიქით უფრო ზემოთ აწიეთ. რაც უფრო მაღალი იქნება თქვენი პატივისცემა საკუთარი თავის მიმართ, ვით უფრო კარგი და ჩამოყალიბებული ადამიანები იქნებით. როცა რამეს ვაკეთებ ხოლმე, ყოველთვის წარმოვიდგენ ჩემ თავს თუ როგორი ვარ საუკეთესო ვარიანტში. რას მომავ საუკეთესო ვარიანტში, როდესაც ყველა მიზანს მივაღწევ, რაც კი მე მინდა რომ მივაღწიო, როგორი ხასიათის მე მინდა რომ მქონდეს და როგორი მინდა რომ ვიყო ვიზუალურად თუ ფინანსურად თუ აი ყველანაირად იდეალური ჩემი თავის ვერსია. შეეცადეთ აი ზუსტად მასე წარმოიდგინოთ საკუთარი თავები, რასაც გააკეთებთ. და თუ კიდევ ხვეწნას დავუწყებ რომელიმე ადამიანს საკუთარ თავთან ურთიერთობაზე, წარმოიდგინეთ და დაინახეთ საკუთარი თავი გარედან და ისე თუ როგორ ჩანს ეს გარედან შენი თავი. და კიდევ იმაზე იფიქრეთ თუ როგორ მოგიბრუნდებათ ეს საქციელები მომავალში. არ მომობ რამდენიმე დღეში მოგიბრუნდება, აი წელიწადში დაფიქრდით, მართლა წლები რო გავა, როგორ იქნება თქვენი საქციელი და რო დაფიქრებით ამაზე, შეიძლება გაკეცინოთ, შეიძლება აგეტიროთ და შეიძლება იამაყოთ ამ საქციელით. საკუთარი თავის პატივისცემა, ასევე ვარჯიში, წიგნის კითხვა, საკუთარი თავის განვითარება და არა კლუბებში წასვლა, ბარში წასვლა, დალევა, აი ეგ არის საკუთარი თავის განადგურება და პირიქით უპატივცემულობა. მაგით შენ ვერაფერს ვერ იღებ. შეიძლება რაღაც აღნიშნო, მაგრამ თუ შენ მიაღწიე შენ თვითონ რაღაცას, არ აღნიშნო ის სხვებთან ერთად. საკუთარ თავთან აღნიშნე და რამე ისეთი დასაჯილდოებელი რამ მიეცი საკუთარ თავს, რომ იამაყებ მითით და მოგეწონება და ისიამოვნება. და ასე ვიტყვი, საკუთარ თავზე მეტად წინ არავინ არ დააყენოთ, ჯერ საკუთარ თავს ესეთ პატივი და შემდეგ უკვე სხვა ყველაფერს და ყველას. დღეისთვის სულ ეს იყო, რაც მინდა მეთქვა საკუთარი თავის პატივისცემაზე. არ დაგიწევთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწვენა და სარისხელებს გააქტიურება. ეს მაშინ ყვების მომავალ ვიდეოში. დროებით.